აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გორში დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. ორშაბათს 21 აპრილს მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ. ავტობუსის ბოლო გაჩერება სასაფლაოსთან არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება. ტრადიციულად გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და დავალებით ორშაბათ დღეს ავტომის მომდევნო დღეს ანუ მიცვალებულების მოხსენიების დღეს ტრადიციულად გორის 5 ლოკაციიდან იმოძრავებენ ავტობუსები უფასოდ ცენტრალურ სასაფლაოზე, გვერნადის სასაფლაოზე და მოსახლეობას ექნება საშუალება მოინახულონ თავიანთი მიცვალებულები, თავიანთი ოჯახის წევრების საფლავები და შეასრულონ მის ტრადიციული ღონისძიებები, რაც ტრადიციულად ხდება ხოლმე ასეთ დროს. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციაზე ჭალის, კომბინატის, ვერხვებისა და სადგურის დასახლებიდან. აღსანიშნავია, რომ უფასო ავტობუსები დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე იმოძრავებენ. ეს 5 ლოკაცია ეს იქნება ჭალა, მერის მიმდებარე ტერიტორია, წმინდა წელიწადსახება ყიფიანისა და ტყვეების ქუჩების კუთხეში, კომბინატის ცენტრალური ანუ კლუბს რო ვეძახით იმ მოედნიდან, ვერხვებზე მამარდაშვილის ძეგლის თარომ სკვერია იმ სკვერიდან და სადგურიდან ცენტრალურ მოედანზე სადგურის ავტობუსები იმოძრავებენ როგორც მოგითხარით ორშაბათ დღეს 21-ში დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე 1 საათის ინტერვალით. ანუ 9-ზე, 10-ზე, 11-ზე და ყველა ავტობუსი სინქრონულად იმოძრავებს. თუ მგზავრთა რაოდენობა იქნება ბევრი და რაღაცა პრობლემა შეიქმნა მასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს რესურსი და შეიძლება დამატებული იქნას მანქანები. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური სამყარო 20 აპრილს აღდგომას აღნიშნავს. ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტიანთათვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამ ქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულითა და სინათლით ამარცხებს. ტრადიციულად ორშაბათს მოსახლეობა საფლავზე გავა, რის ნიშნადაც გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომას ახარებენ.